ეხლა შევამოწმებთ ძრავს, ჭკვიანურად იქცევა სხვადასხვა მეგობრები, სანამ ჩადგავენ, მანამდე უნდა შევამოწმოთ, თორე ჩადგმული ძრავის ჩადგმა ამოღება მე ცოტა ძნელია. თან ძვირია. ორშინი სუფთა ნადები არა აქვს. უყურეთ, პირველი რაც უნდა მიეცეს ყურადღება, ეს არის თვითონ ბლოკის მდგომარეობა. ბლოკი არის ესე შეიძლება ვთქვათ იდეალურ მდგომარეობაში, ეს ბადეც ხედავთ როგორ არის. რაც თავარია ვერტიკალური ხაზები ჩახაზვა არა აქვს, ეს ბადე ამას. აქ ქარხნული ამას ხონი ქვია. იდეალურ მდგომარეობაში მეორე თვითონ ორშინი, ანუ დგუში სუფთა ნადები არა აქვს, კი არა, აგერ ციფრებიც კი იკითხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავის ზეც არ ჭამდა. ახლა ვხედავთ ჩვენ კლაპნებს. ძალიან სუფთა მდგომარეობაში, კარგ მდგომარეობაში. მართლა კარგ მდგომარეობაში. დავიდეთ შემდეგზე.